შინაგანსაქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნიდან ორი კვირის თავზე ძალოვან სტრუქტურაში ძირეული საკადრო ცვლილებები დაიწყო. გელაგელაძის უწყების ცნობით პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა. საზოგადოებისთვის მისი სახელი აქტუალური გახდა საქართველოში. ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართული ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო და პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის ფონზე. სწორედ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის მიზეზით შინაგანსაქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ზვიად ხარაზიშვილსაც სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. სანქციების დაწესების პარალელურად გედედეს ყოფილი უფროსი მიხეილ ყავალაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე შესვლის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის საქმიანობას ქართული ოცნება წარმატებულად აფასებს. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა ქვეყანას რევოლუციური პროცესების განვითარებისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები აარიდა. ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, ვის უპირისპირდებოდა და ვინ უპირისპირდებოდა იმ ქვედანაყოფს, რომელიცაც იგი ხელმძღვანელობდა. აქ იყო აშკარა მცდელობა რევოლუციური პროცესის განვითარების და სახელმწიფოს მმართველობის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის. თუ კი იგი დაუპირისპირდა ამას თავის ქვედანაყოფით, ეს იმას არნიშნავს, რომ იგი თავისი პირადი რაღაც მოსაზრებებით მოქმედებდა. ასე რომ საკმაოდ მძიმეა ზოგადად დაპირისპირება ყოველთვის. თქვენ ხედავთ რა ხდება ლოს-ანჯელესში, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვადასხვა ქვეყნებში და როდესაც მომიტინგეები უპირისპირდებიან პოლიციას, იქ ხდება საკმაოდ ისეთი არასასურველი ფაქტები. ძალოვან სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები ოპოზიციამ ფასადურად შეაფასა. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ საკადრო გადაადგილებების საერთაშორისო სანქციებითაა გამოწვეული. შინაგანსაქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები არის მხოლოდ ფასადური ცვლილებები, იმიტომ რომ სანქცირებული კონკრეტული ადამიანების გადაადგილება თუ გათავისუფლება ვერანაირად ვერ შეაცვლევინებს შსს-ს ზნეს. დასავლური სანქციების შემოღების შემდგომ ჩვენ ვხედავდით, როგორც ცდილობდა ქართული ოცნება დასავლეთის მიერ ამ სადამსჯელო ბერკეტის გამოყენების მნიშვნელობის ნიველირებას, როგორც წარადგინა მაგნიცკის სიაში წარდგენილი მაღალჩინოსნები ღირსების ორდენზე და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რეალობა არის სხვა, სანქციები მუშაობს, სანქციები უნდა გაძლიერდეს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. ეს არის მაინც ძალიან დიდი დარტყმა ქართული ოცნებისთვის და შინაგანსაქმეთა სამინისტროში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მით უმეტეს ხარება არ იყო რიგითი ფიგურა ქართული ოცნებისთვის არა მხოლოდ როგორც შიგნით, არამედ გარეთ, ელექტორალური თვალსაზრისითაც კი, რომელიც იყო მთავარი შემსრულებელი და ზონდერი ქართული ოცნების ხელისუფლების და რეჟიმის. ეს არის გამოწვეული შიდა კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე ეს ერთი, მაგრამ მეორე სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იყო სანქცირებული, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როგორიც დღეს არის ბატონი ხარაზიშვილი. ცვლილებებია პოლიციის დეპარტამენტებშიც. ვაჟა სიგაძე პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის ნაცვლად თბილისის პოლიციას უხელმძღვანელებს, ხოლო კრიმინალურიდან დაცვის პოლიციის უფროსად გადაინაცვლა თეიმურაზ კუპატაძემ. ვიდრე ოპონენტები ამგვარ საკადრო გადაადგილებას ჩამოქვეითებას უწოდებენ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შინაგანსაქმეთა მინისტრმა აუცილებელი როტაციის პრინციპს მიმართა. ჩვენ გვაქვს ახალი შინაგანსაქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. თქვენ ნახეთ რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, შინაგანსაქმეთა სამინისტრომ იმუშაოს ეფექტიანად. ეს არის სულად მისი კომპეტენციის ნაწილი, მას აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა. მთელი ქვეყანა ესტონეთი არის 1,300,000 და ვაჟა სიგაძე არის 1,500,000 ესტონეთზე დიდი ტერიტორიული მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი. რატო ფიქრობთ, რომ ეს არის ჩამოქვეითება? გელაგელაძის ახალი საკადრო პოლიტიკა შეეხო ძალოვან უწყებაში მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე პირებსაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოსტს აღარ იკავებს ქეთი კოვზიაშვილი, რომლის სამსახურიდან გაშვებას შსს უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება კოვზიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო. მას ამ პოსტზე მიხეილ ყავალაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი
ანა კანკია შეცვლის. თანამდებობის გარეშე დარჩა ვახტანგ გობელაურის ყოფილი მრჩეველი ნინო გიორგობიანიც.